სხვადასხვა ჩვენ მივდივართ ქაოსისაკენ უკვე. ბატონო ელიზბარ, პოლიტიკური ნიშნით დევნა ქვია ამას, რასაც ესენი ახორციელებენ. გამოდიან და იმ ადამიანებს, ვინც არ მოსწონთ პოლიტიკურად, უვარდებიან, დაძდევენ და ამას არ ეცემა სამართლებრივი შეფასება, ამაზეა საუბარი. იმათ შეიძლება ხოლო აი მაგალითად ის რასაც ქვია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამაში მე ვფიქრობ არის შესატანი ცვლილებები და მაგალითად იქ რაღაცა 200 ლარს და 500 ლარს ვახდევინებენ უნდა იყოს 5000 10000 ლარი აი ეხლა ეს ნაძირალა ვიღაცა საფრანგეთში რომ მიუვარდა წულუკიანს და იქ მას რომ მიუვარდა კიდე იქ სუფრაზე სეფაშუს აი ეს უნდა დაისაჯოს 10000 ლარით რო დაჯარიმდება ესეთი ადამიანი მერე კი აღარ გააკეთებს მეორედ აი უნახოთ ეხლა ეს თქვენ ნახეთ ალბათ ესეც და ჩვენ გავიაროთ ეს თემა თქვენთვის ევროპაში ადგილი არ არის თქვენთვის ადგილია რუსეთში იმიტომ რომ თქვენ ხართ საქართველოს გამკეთებელი არა ჩემო კარგო ეს მთელი ემიგრაციის მთელი ქართველების დასკვნა ვი როგორ გეკადრებათ ჩემო კარგებო არავითარ შემთხვევაში ნურას უკაცრავად ზიამაღლობელის სახელით რომელიც შიმშილობს და ძალიან მძიმედ არის როგორ გეკადრებათ თქვენიც რა არის აი იმ სილის ღირსებიც არ ხართ მეწოდებით ნამდვილად ყველა თქვენთაგანი ძალიან მეწოდებით რა იმიტომ რომ სირცხვილია თქვენაირი ადამიანების არსებობა ამ ქვეყანაზე ეს თქვენი აზრი არის ალბათ ისე nous connaît juste c'est toutes les femmes et messieurs terroristes avec la Géorgie c'est là pour la ça avec la Russe allez-y vers le Russe აგაძანდებოდეთ რუსეთში ხალბატონებო და ბატონებო ჩვენ არ მივგზავნდებით იმიტომ რომ თქვენთვის დღეს ბოლო დღეა როდესაც თქვენ ევროპაში დააბიჯებთ თქვენ ყველაფერს просто არარაობები ხართ შემდგომში ერთი წამი მე შემდგომში მოხდა ესეთი რაღაცა კიდე აი წულუკიანთან დაკავშირებით როდესაც მასაც ასევე აეკიდნენ სვალე როგორ ძანდი ის რუსეთის ბიზნესი ჩემო სიხარულო როგორ ძანდებით ვერ მიცანით მე ვერა სამწუხაროა მე საქართველო თქვენ რუსეთის არა ჩემო კარგი მე ვარ საქართველო თქვენ ვარ არა ძალიან კარგად უთხრა ეხა ქალბატონმა ეკამ რომ მე საქართველო კი არა მიშას მონახარო აი ეს ქალბატონი მართლაც მიშას მონა არის და არა მარტო მიშას მონა ეხა მე წარმოგიდგენთ სურათს ამ ქალბატონის შესახებ ეს ვინ არის საერთოდ და რა ხილი არის ამას თქვენ თვითონ ამაში დარწმუნდებით მეგობრებო რას წარმოადგენს ეს ქალბატონია თუ ჯერ ეგერთიც ეს ქალბატონია თუ ვაჟბატონი არის კიდე ეგეც საკითხავი არის სიმართლე რო გითხრათ როდესაც ვის სურათს ნახავთ თქვენ და წარმოგიდგენთ ეხლა აი ამ ვაჟბატონის თუ ქალბატონის სურათს აი ეს არის ეს ქალბატონი ვაჩვენოთ სურათი ევროკავშირის რა თქმა უნდა ეს დროშა უკრაინის და ეხლა ეს კაცია თუ ქალი განსაჯე და თან ბევრ კითხვებს ბადებს აი ეს სურათიც კიდე რაღაცა მის ორიენტაციასთან დაკავშირებით აგერ აი ვანახოთ აი ეს დაკრეჭილი კბილებით რო არის აქითა კეპკიანი აი ამ ვაჟბატონმა თუ ქალბატონმა რომლის სქესიც უცნობია ჯერ აი ამან მიაყენა შეურაცხყოფა წულუკიანს ალბათ გენდერია ხო აი ბოდიში და შენ ახარ მართლა მონა სააკაშვილის მონა ხარ შენ და სწორად უთხრა წადიშვილო ფისიქენი და დაწექი სასტუმროშიო რო უთხრა იმ ქვია ის ამოჭრეს ის არ გაუშვეს მიშას მონებო თქვენა თქვენ ვის მონობაზე ლაპარაკობთ თქვენა თქვენ ლესბოსელებო და გეებო თქვენა აი ვინც კი თქვენ აფრიალებთ ამ ევროკავშირის დროშას 99% პიდარასტები ხართ თქვენ რა და ლესბოსელები და გეები და იმ დროშა რომელიც არის მართლა სოდომის დროშა აი მართლა არ ვიცი იმ სოდომისტების რა ბედი ეწიათ სოდომ გომორში კარგად ვიცი და აი გიგივეს ღირსები ხარ თქვენ რაც ბედი რა როგორი განვითარდა მოვლენები სოდომ გომორში კარგად ვიცით აი ეს არარაობები როგორ შეიძლება იპარპაშონ ამათმა ესე იგი გაგონილა ხალ ხო გაგონილა რომ ესე იგი დარბიან ზევით ქვევით და ამაზე პასუხისგებლობა არ არის ვინმე ლესბოსებს და გეს ფეხი რო გადაუცურდეს ვინმე რამე რო უთხრას გაგაციმბირებენ ხელად კაცო რაღაცა რო შეეხო ოდნავ რაღაცა რო თქვა
იმ წუთასვე ციხე არის. და არბია დაასდევენ ხალხს, რა არის ბოლო-ბოლო დაამყარეთ, წესრიგი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ადმინისტრაციულიც გაამკაცრეთ. იყოს 10,000 ლარი. 10,000 ლარი იმაზე, რაზეც დღეს არის 200 ლარი. და მე ვნახოთ ეხა 10,000 ლარი. ეხა რატო მოიკლო აქციაზე ხალხმა იცით? 5,000 ლარები რო დააკისრეს და ისე უკვე შეშინდნენ, იმიტომ რომ მიშა რასაც აძლევს ის უკვე წავიდეს ბიუჯეტში. ორი სიტყვით. რო ქალბატონი თიას მეუღლე გაენახა, შეიძლება ბოდიში და სხვანაირად იმას ექნა. ეს კაცია თუ ხალი ვერ გავიგე, ეს ეხლა რაზეა დაგეშილი კაცმარეჩი. ეხლა აი რაც ბოდიში და ხო, რაც საჭირო იყო, ესენი არიან გარყვნილი ადამიანები, მათხოვრები. ესენი ამათ კაცი უნდათ, ხალი უნდათ ვერ გაიგებ. აი ეხლა ის რაც თვითონ ის იყო რაღაცა შეურაცხყოფეს, თვითონ თავის ჭკუით უშვებენ და აი მე რაც თქვი, აი რა პასუხი გასა აი ამ ვიდეოში ჩანს. გენაცვალე, როგორ ძანდები? ის რუსეთი, ვიძინაზე, ჩემო სიხარულო. როგორ ძანდებით? ვერ ვიცანით მე? ვერა, სამწუხაროა. მე საქართველო. თქვენ? არა, ჩემო კარგი. მე ვარ საქართველო, თქვენ ვარ. არა, ჩემო სიცოცხლე. არა, თქვენ ხართ ყველაფრის მონახართ, რუსების მონახართ. კი, ჩემო კარგო. საქართველოს ქართლის გარეშე ვერ დაიტოვებს. რუსებს ვერ ჩააბარებს. თქვენი გზა რუსეთშია. არა, ჩემო სიხარულო. ნამდვილად რუსეთშია. წადი ახლა. მე წადი, როგორ გეკადრებათ? ნურას უკაცრავად. სასტუმროში მოხედი ფიზიკენი და დაიძინე. აი ეს იყო სწორი პასუხი. წადით ეხლა, ის ეხება იმ აქციაზე, რუსთაველზე რო დგანან ისე ის ხალხი, მაგათაც ეხება ესა. წადით და ფისი ქედით და დაიძინეთ, თქვენო თქვენ მართლა გაჭირვებულებოთ.